ხედავ. იესო ნაზარეველმა ბრმა განკურნა. ვინ? იესო ნაზარეველმა. მოძღვარო, ხალხი უნდა გავუშვათ. ვერაფრით გამოვკვებავთ. აჯობებს სოფლებში დაბრუნდნენ. არ არის მათი გაშვება საჭირო. შენ გამოყვებე. როგორ? ათასობით არიან. ვერ გამოვკვებავთ. დარჩა რამე. მხოლოდ ეს 5 პური და რამდენიმე თევზი. ჩადეთ თევზი და პური კალათში და ხალხს დაურიგეთ. მიდით, რას ელოდებით. გააკეთეთ, რასაც ამბობს. მაპატიეთ, მხოლოდ ერთი დარჩა. ხშია. სასწაული. იესო ჩვენი მხსნელია. ამოს
უფალი იესოს ბაგეებით გვესაუბრება. ის დაგვიხსნის ცოდვის ბორკილებისგან. იოანე ნათლისმცემლის გამო შური უნდა ვიძიოთ. მეფე ჰეროდე უნდა მოვკლათ. რაღაც უცდით, მომისმინეთ. უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ღვთიური სამეფო ახლოს არის. სამეფოს კი მეფე სჭირდება. ახლა დროა, რომ ებრაელები იესო ნაზარეველს გახვდნენ. მისი წყალობით არმია შევკრებთ. იერუსალიმისკენ გავემართებით და დედამიწაზე ღვთიურ სამეფოს დავიცავთ. გაჩუმდით ყველა. ახლა სწორად უნდა ვიაზროვნოთ. ახლა ფანტაზიების დრო არ არის. შენ იერუსალიმისკენ წასვლა და მეფე ჰეროდეს მოკლა გინდა, არა? ამისთვის თავის ქალებს გაგიჩეჩქვავენ. ერთ დღესაც მოხდება ეს. ახლა რთული დროა დავიტანჯებით, მაგრამ მირჩევნია მოვკვდე ვიდრე გავიგო, რომ თქვენაირები იესოთი მანიპულირებენ. მისი სიტყვები თქვენს მჭერმეტყველებაზე მაღალია. მტრებს რაც შეეხება, რა დაამარცხებს მათ? თქვენი სიგიჟე თუ იესოს მისია? იუდა, მასთან შეგვახვედრე. მართალი იყო ნათლისმცემელი. სამეფოს შეცვლამდე ადამიანი უნდა შეიცვალოს. გზაზე ნუ გვეყობები, იუდა, გირჩევ. ძმებო, იუდა ხელს ვერ შეგვიშლის. მე მომწონს მისი იდეები. ჰეროდე აუცილებლად მოკვდება და პასუხს აგებს ნათლისმცემლისთვის. მაგრამ იუდას ვეთანხმები. აჯობებს იესო დროებით ჩრდილში იყოს. მასზე ნუ ვისაუბრებთ. დაველოდოთ პასექს იერუსალიმში. სწორედ მაშინ მოგვიყვანს იესოს იუდა. ტაძრის დაცვაში ჩვენი ძმები არიან. სინედრიონს დააკავებენ და აიძულებენ, რომ იესო ებრაელთა მეფედ გამოაცხადონ. მეთანხმებით? დიახ. არა. ამოს ვერ დაგეთანხმები. ყველას მოგისმინეთ. და ვერავინ ხვდებით რა მისია აქვს იესო ნაზარეველს. რას ნიშნავს მისი დედამიწაზე ყოფნა? ძმებო, მეც თქვენსავით მჯერა, რომ ებრაელთა ერი ფეხზე წამოდგება და ბორკილებისგან დაიხსნის თავს. მაგრამ იესო მეტია ვიდრე ეს ყველაფერი. მასთან ერთად ისრაელი თავიდან დაიბადება, მაგრამ შიგნიდან და არა გარეგნულად. სვიმონ, ღალატობ იმას, რისიც მთელი ცხოვრება გჯეროდა? მე ვირჩევ, რომ ვილოცო თქვენთვის. მაგრამ გავყვე იესოს. თუ მიმიღებს, რა თქმა უნდა მიგიღებს. იოანე ნათლისმცემელი არც პურს ჭამდა და არც ღვინოს უამდა. თქვენ კი ამბობთ, რომ ეშმაკით იყო შეპყრობილი. მე აქ ვარ. თქვენთან ერთად მივირთმევ. ეჭვიც არ მეპარება. იტყვით, რომ ხარბი ვარ და ლოთი, გადასახადების სამკრებთა და ცოდვილთა მეგობარი. რაბი, უსამართლოდ გვექცევი. ჩვენ შენ პატივს გცემთ. მაგრამ შენ თუ სცემ ჩვენს რჯულებს პატივს. გავიგეთ, რომ შაბათობით სნეულებს კურნავ. გინდა, რომ შაბათს ხალხმა არ დაისვენოს?
You want our people not to rest on the Sabbath? ერთ-ერთი თქვენი ცხარი ხრამში რომ ჩავარდეს შაბათ დღეს განა არ გადაარჩენთ? ღმერთმა შაბათი ადამიანისთვის შექმნა და არა ადამიანი შაბათისთვის. ვიცით, რასაც ამბობ, მაგრამ როგორ ფიქრობ, ეს ხალხს არ დააბნევს? ჩვენი რჯულებით ვცხოვრობთ. თუ კი გამონაკლისებს დავუშვებთ, დავიკარგებით. რომ არა მოსეს მკაცრი წესები, ახლა რჯულები არ გვექნებოდა. ხალხი უბრალოდ არ იარსებებდა. შენი სწავლების სირბილე, შენი ტოლერანტობა გვაფიქრებინებს, რომ საფრთხის წინაშე ვდგავართ. მე რჯული მიცავს. ის მთელი ცხოვრება დამიცავს. შემიძლია გავარჩიო მტყვან მართალი. არავის აქვს განკითხვის უფლება. შენ, ებრაელმა კარგად იცი, რომ ღმერთმა ებრაელები მთელი მსოფლიოდან გამოარჩია. ამისთვის მან რჯული მოგცა, თორა, რომელიც ცხოვრების რჯულია. ჩვენ ცოდვილები და წმინდა ადამიანები ერთმანეთისგან უნდა გამოვყოთ. მაგრამ ვინ არის მართალი უფლის თვალში? რა არის რჯულის არსი? აქ, ო ისრაელ, შენ შეიყვარებ უფალს, შენს ღმერთს, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით. ეს დიდებული მცნებაა. კარგად სწავლობ. ახლოს ხარ უფლის სასუფეველთან, იოსებ არიმათეელო. თუმცა კიდევ ერთი მცნებაა, არანაკლებ დიდებული. გიყვარდეს მოყვასი შენი. მაგრამ ვინ არის ჩემი მოყვასი? არა, შეაჩერეთ, ვერ შემოხვალ. აქ შენაირების ადგილი არ არის. რა ხდება? ეს ხომ მეძავია. აქ რას აკეთებს? აქ შენი ადგილი არ არის, ქალო. სასრაფო წადი. დაჯექი სვიმონ, მაგრამ რაბი, იცი შენ ეს ვინ არის? გთხოვ, სვიმონ. სვიმონ, შენ სახლში რომ მოვედი, შენ არ წყალი დაგისხამს, არც ფეხზე გიკოცნია და არც ზეთი გიცხია. მან ჩემი ფეხი საკუთარი ცრემლით განბანა და თმით გააშრო და ზეთი აცხო. შვილო ჩემო, შენი ცოდვები, რომელნიც მრავალია, მიტევებულია შენი სიყვარულის ძალით. მხოლოდ უფალს შეუძლია ცოდვების მიტევება. შენ მარწმენამ გადაგარჩინა. წადი და აღარ შესწოდო. შვილო ჩემო, წაიღე ეს ზეთი და ჩემი დაკრძალვისთვის შეინახე.
წადი, ღმერთმა დაგლოცოს. განკურნეთ სნეულები, განწმინდათ კეთროვნები, განდევნეთ დემონები. მხოლოდ ხალხი წაიყვანეთ, არც ფული, არც საკვები. რომელ სოფელშიც ჩახვალ, მოძებნეთ ღირსეული და მასთან დასახლდით. თუ კი სადმე არ მოგისმენენ, ფეხი და მტვერი მოიშორეთ და წამოდით. სოდომსა და გომორში განკითხვის დღეს უფრო მარტივი იქნება, ვიდრე იქ, სადაც არ მოგისმენენ. მე გაგზავნით როგორც ხრებს მგლის ხროვაში. იყავით გველივით ჭკვიანები და მტრედებივით უვნებელნი. ნუ იღელვებთ იმაზე, რა ან როგორ თქვათ, რადგან თქვენი პირით თქვენი უფალი ისაუბრებს. რაც მარტივად მიიღეთ, მარტივად უნდა გასცეთ. წადით. God be with you, Simon Peter. დალოცვილი ხარ ქალთა შორის. რადგან შენ დედამისი ხარ. ყველა ვინც უფალს ადიდებს, მისი ძმა, მისი და, მისი დედა. გამომართვე. მეფე მოდის. ჰეროდე მოდის. გამომყევი. წამოდი, წამოდი. მოკალი ტირანი ჰეროდე. სისხლის წილ. კვლელო. სისხლის წილ. კვლელო. გზა. მეფე გამოატარეთ. მეფეს ისწეული ზილოტები დაესხნენ თავს. აქეთ დააწვინეთ. აქეთ. ფრთხილად. დააწვინეთ. კინაღა მომკლეს. დაცვა არ იყო იქ. ძალიან ელა იმოქმედეს. იცით რატომ მოხდა ეს? იესოს ორი მოწაფის გამო, რომლებიც ქალაქში ქადაგებდნენ.
მეფეო, თავად იესოს არ აქვს ინტერესი ზილოტების მიმართ. შესაძლოა, მაგრამ ძლიერი გავლენა აქვს. იოანე ნათლისმცემელსაც დიდი გავლენა ჰქონდა. მკვდარი უფრო სახიფათოა ვიდრე ცოცხალი. დაფიქრდი, რას ამბობ. რას გახართ? გაეთრიეთ. გაეთრიეთ. არც ერთი ზილოტი არ შეიწყალოთ. ყველა დახოცეთ. ყველა დახოცეთ. მიდი, გაინძერით. სული ჰეროდეს მიყიდეთ. ჰეროდე, ღმერთმა დაგწყევლოს. მოგუკლავთ, მაგრამ ჩვენ სისხლზე ათასობით აღმოცენდება. დახოცეთ მეფის სახელით. ეს ბედი ეწევა ყველას, ვინც მეფის წინააღმდეგ გაილაშქრებს. ბედკრულო ომოს. ის ძლიერი და კარგი ადამიანი იყო. ნუ დარდობ, სვიმონ. შენ ისინი გააფრთხილე, გახსოვს? ისინი ჩემი ძმები იყვნენ, იუდა. მათთან ერთად ვცხოვრობდი ბავშვობიდან. ვიცი, ფანატიკოსები იყვნენ, მაგრამ კარგი ადამიანები. მაგრამ ეგონათ, რომ უფლის გადაწყვეტილებას მართავდნენ. ზუსტად. ახლა იესო იერუსალიმში წავა და სინედრიონს საკუთარი წესებით გაუსწორდება. სისხლის ღურა აღარ იქნება. წამოდი. წამოდი, მოძღვარი მოვძებნოთ. წამოდი. მან მე რაბი დამიძახა. რაბი. არ ვიცოდი ჩინურად როგორ მივსალმებოდი და უცბად საუბარი დავიწყე. მოძღვარო, ყველა თქვენზე საუბრობს. და ვინ ვარ მე გალილეაში? ზოგი ამბობს, რომ იოანე ნათლისმცემელი ხარ. არ ჯერათ, რომ მოკვდა. ჯერათ, იციან კიდეც, მაგრამ ამბობენ, რომ იოანე ნათლისმცემელი გაცოცხლდა. ზოგი ამბობს, რომ ილია ხარ, რომ მკვდრეთით აღსდექი. ზოგი ამბობს, რომ იერემია ხარ, ზოგი კი ეზიკიელს. და თქვენ რას ეუბნებით? ვეუბნებით, რომ მესია ხარ. ვაჟი, უფლისა. სვიმონ იოანეს ძევ. შენ აჩვენე, რომ კურთხეული ხარ კაცთა შორის. ეს ჭეშმარიტება მამაჩემმა მომცნო სამოთხიდან. დღეიდან შენ ხარ პეტრე. კლდე.
and upon კლდე, რომელზეც მე ჩემს ეკლესიას ავაშენებ. church. მას ჯოჯოხეთის კარიბჭე ვერ მოერევა. მე შენ ზეციური სამეფოს გასაღებს გადმოგცემ. Of the kingdom of heaven. პეტრე ჭეშმარიტებას ღაღადებს. Peter has spoken the truth. ახლა ყველა მიცით. მაგრამ ეს არავის უნდა გაუმხილოთ. დრო ჯერ არ დამდგარა. თუმცა ახლა სხვა რამის დროა. იერუსალიმში უნდა წავიდე. დიახ, მოძღვარო. იერუსალიმში წასვლის დროა. მთელი ქალაქი გელით. ისრაელის მმართველებმა უნდა გაიგონ. არა, იუდა. იერუსალიმში კაცის შვილს უარ ყოფენ. მმართველები და მოძღვრები მას გაასამართლებენ. ურწმუნოებას გადასცემენ, რომლებიც მას აწამებენ და მოკლავენ. Put him to death. Then სამ დღეში კი ის he will კვლავ აღსდგება. blessed ნეტარ არიან გლახაკნის სულითა, for them. რამე თუ მათი არ სასუფეველიცათა. Blessed ნეტარ არიან გლოვიარენი, mourn. ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. Blessed ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ მწყურვალნი, right. ვინაიდან ისინი გაძღებიან. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. ნეტარ არიან წმინდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ისინი ღვთისძეებად იწოდებიან. Blessed ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, cause of right. ვინაიდან მათია ცათასასუფეველი. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი, დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. For my sake. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე ზდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ. In your გახსოვდეთ, prayers, remember რომ უფალმა იცის თქვენი გულის თქმა. these are before you ask him. This ილოცეთ ასე, pray. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა,
წმინდა იყავ სახელი შენი. მოვედინ სუფევა შენი. იყავ ნება შენი. ვითარცა ცათაშინა, ეგრემცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი. ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენგან საცდელსა. არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. მოძღვარო. თქვი რომ იერუსალიმში მიდიხარ. იქ კი ისინი მოგკლავენ. თუ კი ეს სიმართლეა, მაშინ ვალდებულნი ვართ იქ არ გაგიშვათ. ეს არ უნდა დაუშვათ. პეტრე, შენ ახლა ფიქრობ როგორც კაცი. და არა როგორც ღმერთი. ახლა ეშმაკი გალაპარაკებს. განვეთ მისგან სატანა.
შეხედეთ იერუსალიმი. დალოცეს წმინდა მიწა. იერუსალიმი. წამოდით. ხელი მომეცია ლაზარ. წადი, კარიბჭესთან შეგხვდები. კიდევ ცოტაც და მივალთ. იერუსალიმი პილიგრიმებით არის სავსე. პასექისთვის ემზადებიან. ნუ თუ იქ წავა. თქვა რომ წავა და იქ მოკვდება. შემდეგ აღსდგება. მოძღვარო. მართა და მარიამა, შენი მეგობრის დებმა, ბეთანიიდან შენს მოსაძებნად გამომგზავნეს. ლაზარე, სიკვდილის პირასაა. გადაეცი. რომ მალე მივალ. მართა, მოძღვარი მოდის. Martha is coming. Look right here. Oh my goodness, he's Tom. Oh. Tell us what to do. Help us. ჩემო ბრძანებელო. შენ. ჩვენთან რომ ყოფილიყავი. ჩემი ძმა არ მოკვდებოდა. მაგრამ ვიცი, რაც არ უნდა სთხოვო უფალს. ის მას მოგცემს. იმიტომ რომ ვიცი, შენ ქრისტე ხარ. უფლის ვაჟი. ის, რომელიც სამუდამო სიცოცხლეს მოგვანიჭებს. სად დაკრძალეთ? წამოდი. მბრძანებელო. ბევრი ვილოცე რომ მოსულიყავი და ლაზარე გადაგერჩინა. თქვა გადააგორეთ. მაგრამ ბრძანებელო, ის რამდენიმე დღეა დავკრძალეთ. ალბათ მისი სხეული უკვე იხრწნება. გადააგორეთ, თქვა.
შეისმინე ჩემი ლოცვა. რომ მათ, ვინც ჩემს გარშემოა, ირწმუნონ. რომ მე სიცოცხლე ვარ. ისინი, ვინც ირწმუნებენ, სამუდამო სასუფეველს დაიმკვიდრებენ. მე ჩავედი მიწისქვეშა ქვეყანაში, წარსულის ხალხთან. მაგრამ შენ ამომიყვანე იქიდან. უფალო ჩემო. ლაზარე, გამოდი. გახმოვანებულია აჭარა ნეთქომის მიერ. ის, ვინც მიწამებს, თუნდაც მკვდარი იყოს, სამუდამოდ იცოცხლებს.